შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მივიხილავთ, პორტუგალია. განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან პორტუგალიის მოსახლეობის რაოდენობის მატება ცვალებადობას განიცდიდა და ამასთან საკმაოდ დაბალი იყო. 2020-იანი წლებიდან გაეროს ექსპერტების პროგნოზით მოსალოდნელია პორტუგალიის მოსახლეობის რაოდენობის კლება. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი ცვალებადობას განიცდიდა. წამყვანი როლი ხან ბუნებრივ მატებას ეკავა, ხან კი საერთაშორისო მიგრაციას. 1950-1960 წლებში ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 28-29% შორის მერყეობდა, ხოლო შემდეგ პერიოდში მუდმივი კლების ტენდენცია ახასიათებდა. ვარაუდობენ, რომ 2040-იანი წლებიდან ახალგაზრდა მოსახლეობის წილი უმნიშვნელოდ გაიზრდება, რასაც აღნიშნულ პერიოდში შობადობის რამდენადმე მატება განაპირობებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სადღეისოდ ახალგაზრდა მოსახლეობის წილი პორტუგალიაში საკმაოდ დაბალია. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში პორტუგალიის მოსახლეობა დემოგრაფიული დაბერების საწყის სტადიაში იმყოფებოდა. შემდეგ პერიოდში დემოგრაფიული დაბერების პროცესი უფრო აქტიურად წარიმართება და სადღეისოდ პორტუგალიის მოსახლეობა უკვე საკმაოდ დაბერებული აღმოჩნდა. ამასთან 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, 32%-ის ფარგლებში შეიძლება აღმოჩნდეს 2050 წლისათვის. შობადობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1950-1965 წლებში არსებული შობადობის დონე, რომელიც უკვე იმ დროისათვის არ იყო ძალიან მაღალი, შემდეგ პერიოდში იწყებს კლებას და 1980-იანი წლების პირველი ნახევრიდან საკმარისი არ არის თაობათა განახლებისათვის. შემდგომ პერიოდში შობადობა განაგრძობს შემცირებას და სადღეისოდ საკმაოდ დაბალ დონეზეა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში შობადობა შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს, ამას როგორც გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ და ზრდის ტენდენცია მისთვის დამახასიათებელი იქნება განსახილველი პერიოდის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, შობადობის დონე მაინც ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. მოკტაობასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით 1950-1960-იან წლებში მოკტაობის საერთო დონე, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე 11-12 ფარგლებში იყო. შემდეგ პერიოდში ის კლებას იწყებს, რომელიც 1980-იანი წლების ბოლომდე გრძელდება. 1990-იანი წლებიდან მოკტაობის საერთო დონე მატულობს და 1990-2010 წლებში 10 პრომილეს ფარგლებში იქნება. შემდეგ პერიოდში მოსალოდნელია მოკტაობის საერთო დონის განუხრელი მატება, რასაც დემოგრაფიული დაბერების პროცესი განაპირობებს. ჩვილთა მოკტაობა მნიშვნელოვან კლებას განიცდიდა. ჩვენ ხედავთ, რომ მოტანილ ცხრილში ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში იგი საკმაოდ მაღალი იყო და 90-ს აღემატებოდა 1000 ცოცხალ დაბადებულზე. შემდგომ პერიოდში ხდება ჩვილთა მოკტაობის მნიშვნელოვანი და მუდმივი კლება და სადღეისოდ იგი საკმაოდ დაბალ დონეზეა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. სიცოცხლის ხანგრძლივობას დის ტენდენცია ახასიათებდა და დღესდღეობით საკმაოდ მაღალია. მომავალშიც
გაეროს ექსპერტების აზრით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კიდევ უფრო გაიზრდება. ბუნებრივ მატებას კლების ტენდენცია ახასიათებს. 2005 წლებში ბუნებრივი მატება, როგორც ხედავთ მოტანილი ცხრილიდან, კლებით იცვლება. მომავალში აღნიშნული კლების სიდიდე კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ხედავთ მოტანილი ცხრილის მონაცემებიდან გამომდინარე. 1982 წლიდან მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმი პორტუგალიაში შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმით იცვლება. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე სადღეისოდ პორტუგალიას მიღწეული აქვს საკმაოდ მაღალი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, რომელიც კიდევ რამდენადმე გაიზრდება მომავალში. მიგრაციის უარყოფითი სალდო პორტუგალიისათვის განსახილველი პერიოდის განმავლობაში დამახასიათებელი იყო 1950-1970 წლებში, პიკით 1965-1970 წლებში და 1980-1990 წლებში. სავარაუდოდ გაიზრდოს ექსპერტების ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ მომავალში დადებით საერთაშორისო მიგრაციის დადებით სალდოს ექნება ადგილი და როგორც ხედავთ, მისი სტაბილიზაცია სადღაც 20 აბსოლუტურ რიცხვებში 20,000-ის ფარგლებშია მოსალოდნელი საშუალოდ ყოველწლიურად. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე პორტუგალია იმყოფება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე და უახლეს ტიპთა შორის გარდამავალ პერიოდში და გადადის დეპოპულაციურ ტიპზე. რაც შეეხება იტალიის დემოგრაფიულ ვითარებას. იტალიის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ ნელა მატულობდა. ამასთან მატების ტემპი კლებულობდა, თუმცა 2010 წლებში ის ისევ გაიზარდა, შემდეგ ისევ შემცირდა და 2015 წლის შემდეგ იტალიის მოსახლეობის რაოდენობა კლებას დაიწყებს გაეროს ექსპერტების ვარაუდით. აღნიშნულს ვერც მიგრაციის საერთაშორისო მიგრაცია იგულისხმება, დადებითი სალდო შეაჩერებს. 2050 წლისათვის დღევანდელთან შედარებით იტალიის მოსახლეობა 3 მილიონით დაიკლებს. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა აღნიშნული კლება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ნელა მიმდინარეობს. უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისისათვის იტალიის მოსახლეობა დაბერებული იყო. დემოგრაფიული დაბერების პროცესი შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა და სადღეისოდ იტალიაში დაბერების ძალიან მაღალი დონეა. მომავალში დაბერების პროცესი უფრო აქტიურად წარიმართება და 2050 წლისათვის იტალიის ყოველი მესამე მცხოვრები 65 წლისა და უფროსი ასაკის იქნება. შობადობასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ განსახილველი პერიოდის დასაწყისში შობადობა იტალიაში დაბალი იყო, თუმცა 1960-1970 წლებში ის რამდენადმე უნიშნულოდ იზრდება. აღნიშნულს დას მალევე კლება მოჰყვა, ხოლო 1977 წლიდან შობადობის შემდგომი კლების შედეგად მისი დონე უკვე საკმარისი არ აღმოჩნდა თაობათა განახლებისათვის. აღნიშნული პერიოდიდან შობადობა განაგრძობდა შემცირებას. 2000-იანი წლების დასაწყისიდან შობადობა უნიშნულოდ და არაარსებითად იზრდება. შობადობის და მომავალშიც არის მოსალოდნელი, თუმცა თაობათა განახლებისათვის არასაკმარის დონემდე. მოკვდაობის საერთო დონე იტალიაში განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან დღემდე
10 პრომილეს ფარგლებში მერყეობს. მისის და ახლო მომავლიდანაა მოსალოდნელი, რასაც დაბერების აქტიური დემოგრაფიული დაბერების აქტიური პროცესი განაპირობებს. შვილთა მოკვდაობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია იტალიაში მთელ მსოფლიოს თუ ავიღებთ. ხედავთ მოტანილი რიცხვებიდან. ამასთან მომავალში მოსალოდნელია მისი რამდენადმე შემცირება. სიცოცხლის ხანგრძლივობა იტალიაში საკმაოდ მაღალია. ამასთან გაეროს ექსპერტების აზრით მომავალში მოსალოდნელია მისი შემდგომი ზრდა. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას. მოსახლეობის ბუნებრივი მატება განუხრელად მცირდებოდა, ხოლო 1993 წლიდან მოკვდაობამ გადააჭარბა შობადობას. აღნიშნული დროიდან იტალიის მოსახლეობა ბუნებრივი გზით მცირდება. ამასთან 2010 წლის შემდეგ მოკვდაობის სიჭარბე შობადობაზე თანდათან მზარდ სიდიდეს მიიღებს. 1977 წლიდან იტალიაში მკვიდრდება მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. საერთაშორისო მიგრაცია თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1950-1970 წლებში იტალიიდან გასულების რაოდენობა ჭარბობდა შემოსულებისას, ანუ საერთაშორისო მიგრაციის უარყოფით სალდოს ჰქონდა ადგილი. მართალია, მიგრაციის ინტენსივობა დიდი არ იყო. 1970-იანი წლების პერიოდიდან მიგრაციის უარყოფითი სალდო დადებითით იცვლება. აღნიშნული დროიდან იტალია იმიგრაციულ ქვეყანას წარმოადგენს. სალდოს მაღალი ინტენსივობა 2000-იანი წლების დასაწყისისათვის არის დამახასიათებელი. საუბარია დადებით სალდოზე ბუნებრივია. 2010 წლების პერიოდში საშუალო წელიწადში მიგრაციის სალდოს აბსოლუტური სიდიდე 340,000-ის ფარგლებში იყო. შემდეგ მიგრაციის ინტენსივობა რამდენადმე მცირდება. სავარაუდოა, რომ 2015-2020 წლების პერიოდიდან მიგრაციის სალდო დასტაბილიზირდება ერთ დონეზე. ჩვენ ხედავთ, რომ ეს დონე გაეროს ექსპერტების აზრით სადღაც 150,000 ფარგლებში იქნება. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით 1990-იანი წლებიდან იტალიაში ჩამოყალიბებას იწყებს მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპი, მისთვის დამახასიათებელი დეპოპულაციით.